გამარჯობათ. დღეს მინდა გასწავლოთ ახალი ლოცვა, მაგრამ მანამ ლოცვას გასწავლით მინდა შესავალი თქვა. არსებობენ ჯადოქრები, როცა ადამიანს იმდენ ჯადოებს უკეთებენ, რომ სხვერპლს ესმის ყურებში სხვადასხვა ხმები, შეძახილები, ყველაფერს ეწოდება ამ ხმებს ეშმაკისეული ჩურჩული. ეს არის რეალური და არანაირი სიგიჟე არ არის. არამედ მის თავში და ყურებში usახლებენ დემონებს და შესაბამისად ეს დემონები აიძულებენ ადამიანს გააკეთებინონ ისეთი მოქმედებები, რაც მას არ უნდა. ძირითადად ეს არის ძალადობრივი მოქმედებები, რომლებსაც ჯადოქარი კონკრეტულ ჯადოების გაკეთების დროს ავალებს იმ დემონებს, ვისაც ადამიანში usახლებს შემდგომში. ამიტომ ადამიანს მოსდის სხვადასხვა აზრები, რა თქმა უნდა, ცუდი აზრები და აწვდის იდეებს თუ როგორ და რა უნდა გააკეთოს მსხვერპლმა. თავად ამ მსხვერპლი უძალიანდება იქამდე მანამ, სანამ გონებას ეშმაკი ბოლომდე არ დაიპყრობს. ამიტომ საჭიროა ლოცვების წაკითხვა, რომ ეს დემონები, რომლებიც არა ერთი და ორი, არამედ ბევრია შესახლებული ტვინში და ყურებში, გამოდევნოს. ამ ჯადოს სიმპტომები თავიდან არის ის, რომ სხვებს უჩნდება ნელ-ნელა შიში და ცუდი ფიქრები. მის გონებაში არ მოდის დადებითი აზრები, ხოლო რაც დრო გადის, უფრო აძალებს დემონი მსხვერპლს, რომ ან თავი მოიკლას, ან სხვა მოკლას, ან ვიღაცა დააზიანოს, ან თავისთავი დააზიანოს და ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ამ ლოცვას ვკითხულობთ ნებისმიერ დღეს სამჯერ ზედიზედ. შეგიძლიათ მეტჯერაც წაიკითხოთ, მაგრამ რამდენჯერაც დაიწყებთ წაკითხვას, ყოველთვის სამჯერ უნდა წაიკითხოთ. სახელისა მამისათა, დadzისათა, დასულისა, წმინდისათა, ამინ. უფალი წმინდა, უფალი ძლიერია, უფალი ყოვლის შემძლეა. და ამ საათს მან შეისმინოს ჩვენი ვედრება. წმინდა სიტყვებო, ლოცის ძალავ, განათავისუფლეთ გონება ეშმაკის მონობისაგან. როგორც ღვთიური წყალი წმენს ღვთის მიწას, ასევე დაეხვთვის სიტყვა მონახვთისა სახელი, ჩამორეცხოს ყოველი სიშავე, ყოველი სიავე და ყოველი ეშმაკისეული. წმინდა ანტონი და წმინდა მართა წითელ მამას უშვებენ და უბრძანებენ მას ეშმაკის ხმების თავიდან გამოდევნას. მამალი მონახვთისა სახელი თავზე აფრინდება, ყველა დემონურ ხმას აცლის, ამოკენკავს ეშმაკის ჩურჩულებს და გონებიდან ამოიღებს ყველა დემონურ ზრახვას. სცილდება ყოველი ბნელი და შავი ბოროტეული ხმა, ყოველი ჯადოქრული ზემოქმედება, ყურებიდან, შუბლიდან და სხეულის ყოველი ნაწილიდან, როგორც თევზი უხმოა, როგორც თხუნელა ბრმა, ასევე დაიამჟამიდანვე ამ წამიდან მონახვთისა სახელი აღარ ესმოდეს ეშმაკის ჩურჩულები, აღარ იტანჯებოდეს დემონური ხმებით, აღარ ესმოდეს ბოროტი ძალის ხმები, არც დღისით და არც ღამით და აღარც იტანჯებოდეს, ხოლო თქვენ ეშმაკის ხმებო სახელი სგან განეშორეთ და გზა მის ღრულფთან და მის თავთან სამუდამოდ დაივიწყეთ. ნუ სწუხარ სულო, ნუ აირები გონებავ, 12 კლიტეს ვუყენებ ამ ლოცვას და 12 გასაღებით ვკეტავ. გასაღები, კლიტე, ენა, ამინ, ამინ, ამინ. სახელისა მამისათა, დadzისათა, დასულისა, წმინდისათა, ამინ. უფალი წმინდაა, უფალი ძლიერია, უფალი ყოვლის შემძლეა. და ამ საათს მან შეისმინოს ჩვენი ვედრება. წმინდა სიტყვებო, ლოცვის ძალავ, განათავისუფლეთ გონება ეშმაკის მონობისაგან. როგორც ღვთიური წყალი წმენს ღვთის მიწას, ასევე დაეხვთვის სიტყვა მონახვთისა სახელი, ჩამორეცხოს ყოველი სიშავე, ყოველი სიავე და ყოველი ეშმაკისეული. წმინდა ანტონი და წმინდა მართა წითელ მამას უშვებენ და უბრძანებენ მას ეშმაკის ხმების თავიდან გამოდევნას. მამალი მონახვთისა სახელი თავზე აფრინდება, ყველა დემონურ ხმას აცლის, ამოკენკავს ეშმაკის ჩურჩულებს და გონებიდან ამოიღებს ყველა დემონურ ზრახვას. სცილდება ყოველი ბნელი და შავი ბოროტული ხმა, ყოველი ჯადოქრული ზემოქმედება, ყურებიდან, შუბლიდან და სხეულის ყოველი ნაწილიდან. როგორც თევზი უხმოა, როგორც თხუნელა ბრმა,
ასევე დაიამჟამიდანვე ამ წამიდან მონახვთისა სახელი აღარ ესმოდოს ეშმაკის ჩურჩულები, აღარ იტანჯებოდეს დემონური ხმებით, აღარ ესმოდეს ბოროტი ძალის ხმები, არც დღისით და არც ღამით და აღარც იტანჯებოდეს, ხოლო თქვენ ეშმაკის ხმებოს სახელისაგან განეშორეთ და გზა მის ღრუბლთან და მის თავთან სამუდამოდ დაივიწყეთ. ნუ სწუხარ სულო, ნუ აირევი გონებავ. 12 კლიტეს ვუყენებ ამ ლოცვას და 12 გასაღებით ვკეტავ. გასაღები კლიტე ენა ამინ, ამინ, ამინ. სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. უფალი წმინდაა, უფალი ძლიერია, უფალი ყოვლის შემძლეა. და ამ საცმას შეისმინოს ჩვენი ვედრება, წმინდა სიტყვებო ლოცვის ძალავ, განათავისუფლეთ გონება ეშმაკის მონობისაგან. როგორც ღვთიური წყალი წმენს ღვთის მიწას, ასევე დაიღვთის სიტყვა მონახვთისა სახელი ჩამორეცხოს ყოველი სიშავე, ყოველი სიავე და ყოველი ეშმაკისეული. წმინდა ანტონი და წმინდა მართა წითელ მამალს უშვებენ და უბრძანებენ მას ეშმაკის ხმების თავიდან გამოდევნას. მამალი მონახვთისა სახელი თავზე აფრინდება, ყველა დემონურ ხმას აცლის, ამოკენკავს ეშმაკის ჩურჩულებს და გონებიდან ამოიღებს ყველა დემონურ ზრახვას. სცილდება ყოველი ბნელი და შავი ბოროტული ხმა, ყოველი ჯადოქრული ზემოქმედება ყურებიდან, შუბლიდან და სხეულის ყოველი ნაწილიდან. როგორც თევზი უხმოა, როგორც თხუნელა ბრმაა, ასევე დაიამჟამიდანვე ამ წამიდან მონახვთისა სახელი აღარ ესმოდოს ეშმაკის ჩურჩულები, აღარ იტანჯებოდეს დემონური ხმებით, აღარ ესმოდეს ბოროტი ძალის ხმები, არც დღისით და არც ღამით და აღარც იტანჯებოდეს, ხოლო თქვენ ეშმაკის ხმებოს სახელისაგან განეშორეთ და გზა მის ღრუბლთან და მის თავთან სამუდამოდ დაივიწყეთ. ნუ სწუხარ სულო, ნუ აირევი გონებავ. 12 კლიტეს ვუყენებ ამ ლოცვას და 12 გასაღებით ვკეტავ. გასაღები კლიტე ენა ამინ, ამინ, ამინ.